ორ სივრცეში ვიწყებ პირდაპირ ეთერს, ეს როგორც YouTube-ზე, ასევე Facebook. ეს იმით არის გამოწვეული, რომ დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის უკვე ცნობილია, რომ გატეხეს ტელევიზია ქართული ტივის როგორც Facebook-ი, ასევე უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ვებგვერდი და ყველა მასალა დაიკარგა, რომელიც 5-6 წლის განმავლობაში იგრებებოდა. ეს იყო ერთ-ერთი საინტერესოდ მომართული და მოწყობილი Facebook-ზე გვერდი, ძალიან დიდი როგორც მორალური, ასევე ფინანსური ზარალი მოგვადგა, განსაკუთრებულია ჩვენთვის ის, რომ ყველაფერი, რაც კი მეცნიერთა კონგრესის გადაცემები იყო, ეს უნიკალური გადაცემები, ყველაფერი წაშლილია. ჩვენ დღეს მივმართეთ ამ შემთხვევაში უпроსორად ხვალ ბატონი რომან რურუამ და ტელევიზიის გენერალური დირექტორი ქალბატონი მარინა იმედაძე მოაწერენ ხელს დოკუმენტს, რომელიც იგზავნება საქართველოს გენერალური პროკურორის სახელზე, სადაც წერთ, რომ 6 მარტს დაუდგენელმა პირებმა ტელეკომპანია ქართული ტივის ოფიციალური Facebook გვერდი და ყველა მასთან დაკავშირებული გვერდები, რომელიც უკვე 4-ზე მეტია ფუნქციონირებს და ყავს 30,000-ზე მეტი ხელმომწერი, გატეხეს ადმინისტრატორებს აუკვეთეს გვერდზე წვდომა. ამავე დღეს გვერდი უცხო პირის წარმომავლობით ვიეტნამელი ხელში აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარი ფოტოები განათავსა და დაიწყო ქართული ტივის მთელი კონტენტის სწრაფად წაშლა. ჩვენ არ ვიცით რეალური პიროვნებაა თუ არა გვერდის ახალი მფლობელი, ელპოსტა ყალბია, როგორც დღეს დადასტურდა, მასთან კონტაქტი ვერ ხერხდება, თუმცა გვაქვს ეჭვი, რომ მოხდა ტელეკომპანიის Facebook გვერდზე ჰაკერული თავდასხმა, გვერდის დაუფლების და შემდგომში მისი გასხვისების მიზნით, შესაძლოა ეს იყო გამიზნული ქმედება ტელევიზიისათვის ხელის შეშლის მიზნით. მიუხედავად Facebook-ის ადმინისტრაციისადმი არაერთი მიმართვისა, ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. ეს სასწაულია, ეს ბატონო, რომ ასეთი რამ მოხდა, პრაქტიკულად ეს საგანგაშო უნდა იყოს, წერთ და პასუხსაც არ გვაძლევს. იურისტებთან დათათბირებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწორედ თქვენ მოგმართოთ დახმარებისთვის, რადგან აშკარაა, რომ სახეზეა დანაშაულებრივი ქმედება როგორც ტელევიზიის, ასევე მისი მრავალრიცხოვანი მაყურებლის მიმართ, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. პირველი, სიტყვის თავისუფლების, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უკანონო ხელყოფა, მეორე, კიბერდანაშაული, მესამე, მორალური ზიანი, როგორც ტელეკომპანიას, ასევე მის მაყურებლებს. მოგმართავთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიასე მუხლით მონიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე დაინტერესდეთ ამ ფაქტით. წერილს თან ურთავთ ვიდეო მასალას აღნიშნულ ინციდენტის დეტალური სამართლებრივი ანალიზით. ეს მასალა გადაცემული იქნება 4 შაბათს ტელევიზიით, რასაც ჩვენ პროკურატურას უგზავნით. და ეს არის ბატონ თემურ მონიავას საავტორო გადაცემა, სადაც მან როგორც ძალიან ისეთი კვალიფიციურმა და მაღალი კლასის იურისტმა გაანალიზა ყველაფერი. როგორ გითხრათ, ეს შემაშფოთებელი რამ მოხდა ბატონებო, შემაშფოთებელია ბევრი თვალსაზრისით და ვერც იხსენებენ აი ასეთი სერიოზული და მძიმე ჩარევა, როდის განხორციელდა, იყოს რაღაც რომ დაბლოკვა ასეთი რამ, მაგრამ გვერდის გატეხვა მინიშნებულია ყველაფერთან, მინიშნებულია რომ ეს ვიეტნამელი ვინ არის, სურათი, ტელეფონები, აბსოლუტურად ყველაფერი ტყუილია. ჩვენ დღეს არ გვინდა რაღაც წინასწარი ისინი რაღაც დასკვნებით ვისაუბროთ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის მსაკრული ქმედება ტელევიზია ქართული ტივის და იმ პროგრამების მიმართ, რომლითაც ტელევიზია ქართული ცოცხლობს, ცხოვრობს და მოსახლეობას ესაუბრება. მე გულისწყეთით მინდა ვთქვა, რომ 6-ში მოხდა ეს, სწორედ იმ დღეს, როდესაც გამოვაცხადეთ, რომ შვიდში მოსახლეობის მიერ დანიშნული კანდიდატურების გამოტანა იქნება ტელევიზია ქართული ტივის მეშვეობით და ვიყავით რამდენიმე ჩვენ 7-დან ჟივლის შარტავას დაბადების დღე იყო, ძალიან ბევრ მასალას ისედაც ამასთან დაკავშირებით ვაქვეყნებდით და აი სწორედ იმ დღეს, როდესაც ვთქვით, რომ პირველი 50 გვარი წარმოდგენილი იქნება, ვინ დაასახელა მოსახლეობა, ვინ მიიღო ყველაზე მეტი ხმა. მინდა გითხრათ, რომ ეს მასალაც ტელევიზიით მისი განმეორებით გაშვება შეუძლებელია ამ ყველაფერი ამის გამო
და იზოლებული ხდებით, რომ ისევ ჩავწეროთ, ნახოთ ეს ამ დღეებში იქნება თუ შემდგომ კვირაში, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი რამ ძალიან ჩვენ ისედაც დატვირთულ და მძიმე მდგომარეობაში ვიყავით დროის მიხედვით, მაგრამ ეხლა კიდევ უფრო გართულდა, თან ამას ემატება სიზნელეები, ყოველგვარი სიზნელეები, რომელიც შეექმნა როგორც მეცნიერთა კონგრესს, ასევე ტელევიზიას, მაგრამ უნდა გადავლახოთ ყველაფერი ესენი. დიდი მადლობა, ვინც დაადგა ამ გვერდით, ბატონი ვახში ჟვანია გვაწვდის ინფორმაციებს და რეალურად რამდენიმე პიროვნებამ შემოწირულობა გააკეთა. გასაგებია ჩვენ არავის არ ვთხოვთ ბევრს, ეს არის 50, 100 თუ 200, ყველაზე მეტი არის, რომელიც დღეს მოვიდა $200, ესე იგი ესპანეთიდან ადრე ბატონ თემურ გველაშვილზე უკვე ითქვა, რომ ესე იგი დახმარება გააკეთა, ის ადრეც აკეთებდა ამას. ეხლა დღეს ძალიან საინტერესო პიროვნება თვითონ ითხოვს, რომ ამის თაობაზე არ ვისაუბროთ, მაგრამ მოვა გარკვეული დრო, ის ალბათ თვითონ მიიღებს მონაწილეობას გადაცემაში, ძალიან გონიერი, ესეთი საქმით სავსე კაცია და აშკარაა, რომ ძალიან კარგი პოტენციალის პიროვნებაა საქვეყნო საქმეების კეთების თვალსაზრისით და მე ეჭვმეპარება, რომ ჩვენ მოგვეცემა საშუალება, რომ როცა თბილისში იქნება და აპირებს, რომ ჩამოვიდეს, საერთოდ უნდა რომ დაასრულოს თავისი მუშაობა ქვეყნის გარეთ, ასეთი რამდენიმეა და დიდი მადლობა ყველას, ვინც აი ასეთი გაჭირვების ჟამს უდგას როგორც მეცნიერთა კონგრესს, ქართული ერთობის დარბაზს, ასევე ტელევიზია ქართულ ტივს. ამაზე მეტი და კარგი საქმე რა უნდა გაკეთდეს არ ვიცი და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის მართლაც მსაკრული ქმედება როგორც ტელევიზიის, ასევე მისი პროგრამების და განსაკუთრებით მეცნიერთა კონგრესსა და ქართული ერთობის დარბაზის მიმართ. ეს პირველი ნაწილი, რომელიც უკავშირდება ტელევიზიას და იმ ფაქტს, რომ გატეხეს ყველაფერი Facebook გვერდით თუ web გვერდით მოყოლებული ყველაფერი და არნახულად ყველაზე მძიმე დარტყმა უაყენეს. ჩვენ პროკურატურას რომ მივმართეთ, თან იმის ხაზგასმასაც ვაკეთებთ, რომ ერთი თვე ის მასალები, რომელიც წაშალეს, რჩება არქივში. თუ ამ ერთი თვის განმავლობაში პროკურატურა გაარკვევს ამას, გასარკვევი ბევრი არაფერი არ არის და ძნელი არ არის. თუ პროკურატურა ამ მასალას არ გაარკვევს და ბოლომდე არ მიიყვანს, მაშინ ეჭვი კიდევ უფრო სხვა მიმართულებას მიიღებს და ცხადია, რომ ჩვენ ამის თაობაზეც ვისაუბრებთ. დღეს მხოლოდ ვართ იმის იმედით, რომ ასეთი დიდი პიროვნების ერთ-ერთი ვინც აწერს ხელს, ბატონი რომან რურუა, რომელიც არის ტელევიზია, რომელიც არის ქართული სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ერთი ის აწერს ხელს და მეორე ტელევიზიის გენერალური დირექტორი, კომპოზიტორი მანანა იმედაძე. ეს პირველი რაც ტელევიზიას უკავშირდება. მეორე საკითხი გელათიდან ამოსული საკითხია. თქვენ იცით, რომ გელათის კონგრესმა 8 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება და მიმართა პოლიტიკურ პარტიებს. და მიმართვა არის ძალიან ლაკონური, კარგი, კონსტრუქციული. არის იმის თაობაზე საუბარი, რომ ყველანი დამნაშავებართ ეს მდგომარეობა რომ არის შექმნილი ქვეყანაში და მეცნიერები თვლიან, რომ სასურველია და საჭიროა მეცნიერებისა და პოლიტიკური ლიდერების, პარტიათა ლიდერების შეხვედრა. ეს უნდა იყოს ყველა მხედრობაში მაქვს როგორც სახელმწიფო, ასევე ოპოზიციური პარტიები. ჩვენ სხვა გზით მივდივართ, ვიდრე ამას ხელისუფლება აკეთებს და ვიდრე ამას ოპოზიცია აკეთებს. თქვენ ხედავთ, რომ ერთიც და მეორეს დაპირისპირებაზე ორიენტირებული. მეცნიერთა კონგრესი და უამრავი ადამიანი უჭერს მხარს ამ იდეას, ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ დაპირისპირებაში არის ქვეყნის მსხვერპლობა და ქვეყნის მტრობა. რომ დღეს თუ ოდნავ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ოდნავ ვფიქრობთ მის მომავალზე, ამბიციები უნდა მოვთოკოთ ყველამ, რაღაცაზე უარი უნდა თქვას ყველამ და უნდა მოვძებნოთ ერთმანეთთან სასაუბრო ენა. ჩვენ არაერთ გზის გვითხოვს და ვიმეორებთ. ქვეყანა ბევრჯერ იყო კრიზისში, მაგრამ ყოველი კრიზისი საფუძველი იყო დაპირისპირება ქვეყნის შიგნით. ქვეყნის შიგნით დაპირისპირების დროს სარგებლობდნენ ქვეყნის გარეთ არსებული ძალები, რომელთაც როგორც იტყვიან, ქვეყნის ხელში ჩაგდება უნდათ. პირდაპირ ვთქვათ ასე, ქვეყნის ხელში ჩაგდება უნდათ. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ დაპირისპირების დროს ეს ძალები აქტიურდებიან და მით უფრო ღრმაა კრიზისი, რაც უფრო ღრმაა და მძიმეა დაპირისპირება. აი როგორც ამბობენ,
ასეთი დაპირისპირება, ასეთი მძიმე და რთული დაპირისპირება საქართველოს ისტორიაში ძალიან ძნელად თუ მოიპოვება. სხვა საუკუნეა, 21 საუკუნეა და ეს მრავალმხრივარი უფრო მძიმე, ვიდრე ვთქვათ წინა პერიოდების. ამიტომ დღეს თუ ოდესმე იყო საჭირო ვთქვათ რაღაც საერთო ენის მოძებნა და ერთმანეთთან დალაპარაკება, სწორედ დღეს არის ეს აუცილებელი. ჩვენ 8 თებერვალს ყველა მოვიწვიეთ იქ, არავინ არ მოვიდა. ეხლაც გვეუბნებიან, რომ არც 31 მარტს არ მოვლენ. გასაგებია, ხალხმა უნდა იცოდეს ეს, რომ რასთან გვაქვს საქმე. მე პრინციპულად და კატეგორიულად ვემიჯნები იმას, რა განცხადებაც გააკეთა ყოფილმა პრეზიდენტმა ქალბატონმა ზურაბიშვილმა, რომ ვინც ჩვენთან არ მოვა და ვინც იმ დღეს ხელს არ მოაწერს, ესე იგი ის არ არის ამერიკის მომხრე და ის არის რუსეთის მომხრე. მე არც ამერიკის მომხრე ვარ, ჩვენ არც ამერიკის მომხრე ვართ, არც რუსეთის მომხრე ვართ, არავის მომხრე არ ვართ, ჩვენ ვართ საქართველოს მომხრე, არავისთან არ ვერთიანდებით, ვინმეს წინააღმდეგ, ჩვენ ძალიან კარგი წინააღმდეგები შევთავაზეთ პრეზიდენტს, რომელიც მან უარყო, უთხარით, რომ არ გამختارიყო მხარეთ და მეცნიერებთან ერთად დამდგარიყო, რომ გვებრძოლა ნეიტრალური, ნუ აი ამ შემთხვევაში ყოფილიყავით როგორც მეცნიერებაა დღეს ნეიტრალური. ვერავინ ვერ შეინარჩუნა მიუმხრობელის პოზიცია. ერთადერთი ეს შეძლო მეცნიერთა კონგრესმა, ჩვენ ამას ვფრთხილდებით და აი სწორედ ამიტომ არის, რომ სწორედ ეს მიუმხრობელი მეცნიერთა გუნდი 500-მდე მეცნიერია გაერთიანებული მეცნიერთა კონგრესში. ესენი არიან ძალიან სერიოზული და სხვა დიდი მასშტაბის მეცნიერები, რომელთაც ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დიდი ავტორიტეტი აქვს, ამიტომ ჩვენ ვლაპარაკობთ იმის თაობაზე, რომ სასურველია, რომ მოხდეს დიდი ერთობა და აი ამას ვთავაზობ ჩვენ ყველას. მე ვხედავ, რომ ძალიან საინტერესო ადამიანები უყურებენ ამ გადაცემას, მე გული მწყდება, რომ 1000-ნაირი რაღაც გაერთიანებები იქნება, ისევ რიერლიყების მიკერებით, არც ვეხები ამას, მე დღეს სასაცილოდ მიმაჩნია ყველაფერი ესენი და ვეუბნები, მთელი საქართველო რომ შეგრიბოთ, მაინც ვერ შეძლებთ თქვენ იმას, იმიტომ რომ თქვენი იბრძვით სკამისთვის და საერთოდ ვინც ვინმეს სახელს ეფარება, ის ყოველთვის ფიქრობს სკამზე და არა ქვეყანაზე. აი ზვიად გამსახურდიას ვერც სულს აყენებენ ზეცაში და მის სახელით ვაჭრობა და სპეკულაცია მიდის ბევრგან. ამას ხედავ ჩვენ 31 მარტის შეგრებებთან დაკავშირებითაც. არავის ყველა თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში, ჩვენ არავისთან არ ვერთიანდებით, არა იმიტომ რომ არ გვინდა ერთობა, ჩვენ ყველას ვეუბნებით რომ გაერთიანება უნდა მოხდეს არა რომელიმე ორგანიზაციის ან ვთქვათ პიროვნების მიმართ, როგორადაც ესენი ფიქრობენ, გაერთიანება უნდა მოხდეს მეცნიერთა პროგრამებში. ეს არის ყველაზე პრინციპული პოზიცია, ეს არის ქვეყნის მომავლის პოზიცია და არ აქვს მნიშვნელობა რომელ პარტიაშიც კიდე იქ იყავი, ოღონდ უნდა იყოს იდეა ერთი მთავარი, ვერთიანდებით მეცნიერთა პროგრამებში. სადაც კიდე პარტიაში იყავი. პრინციპი ცნობილია, მთავარში ერთობა, სადაუში თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში სიყვარული. ეს ბიბლიური პრინციპია. მთავარი არის სამშობლო, სადაუ არის, სადაც გინდა იქ იყავი, შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები იყოთ, ან სხვადასხვა პოლიტიკური ხედვის, ამაში პრობლემა არ არის და მაგრამ ყველა არავითარი ლანძღვა, არავითარი გინება. ჩვენ 31 მარტს იმ დღეს, როდესაც რეფერენდუმის დღეა, რეფერენდუმის დღე. ესე იგი ეს ეროვნული ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული პირველი ეროვნული მრავალპარტიული ეროვნული უზენაესი საბჭოს მიერ აი ესე იგი პირველი თქვენ იცით 28 ოქტომბერს შედგა 28 ოქტომბერს იყო სწორედ არჩევნები გაიმარჯვეს ეროვნულმა ძალებმა და სწორედ ამ მრავალპარტიულმა პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება რომ 31 მარტს რეფერენდუმი შემდგარიყო ქვეყანაში დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით რომ პირველი მის მიერ დანიშნული პირველი არჩევნები შედგა მუნიციპალური 31 მარტს ეს უმნიშვნელოვანესი რამ იყო ესეთი ამიტომ ეს მინდა ხაზგასმით თქვა და მესამე ეს არის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე და ჩვენ ეს ყველაფერი ვთქვით რომ არავითარი აქცენტები არ არის საჭირო მოდით აი ამ დღეს აი ასეთი დატვირთვის დღეს შევიკრიბოთ საგურამოში ილია ჭავჭავაძის ეზოგარემოში მეცნიერები და პოლიტიკური ლიდერები და კაცურად ერთმანეთს თვალებში შევხედოთ, დავსხდეთ, დავჯდეთ, დავილაპარაკოთ, არ გვინდეს მიტინგები, არ გვინდეს 10,000 კაციანები და არ გვინდეს დარბაზები და არ გვინდა ერთმანეთის ლანძღვა არაფერი. ჩვენ თქვით რომ მოდით კაცურად დავილაპარაკოთ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ თუ ჩვენ ერთმანეთში საერთო ენას ვერ მოვძებნით, საქართველოს
გაცილებით უფრო მეტად დაეპატრონებიან გარე ძალები და ამის თაობაზე ჩვენ კიდე ცალკე ვისაუბრებთ დღეს და ხვალ კიდევ უფრო გადაცემაში ამის შესახებაც ვიტყვი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ რაღაც კომპრომისზე წავიდეთ. მithkomს და გავიმეორებ, რომ არა ხუჯი ვერ შედგებოდა გაერთიანება საქართველოსი, როდესაც ფარნავაზი გახდა მეფე და რომ არა ვთქვათ ისევე ასეთი 3-4 კანდიდატურა იყო მეფის, მაგრამ ყველამ დაიხია უკან და ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ბაგრატ მესამე იყო ყველაზე კარგი და გაერთიანდა ქვეყანა. პირველი საუკუნის დასაწყისში 1000 წლეულის დასაწყისში მოხდა ასეთი რამ, მეორე 1000 წლეულის დასაწყისში მოხდა ასეთი რამ, მესამე 1000 წლეულის დასაწყისში ვართ და თუ რაიმე ღირსება გაგვაჩნია, ყოველგვარი ერთმანეთის ლანძღვის, გინების, დაპირისპირების გარეშე ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ შედგეს ერთობა. ამის პირველი ნაბიჯი არის სწორედ საგურამოს შეკრება. მე გაუცებული ვიყავი, როდესაც შევიტყვე იმის თაობაზე, რომ საგურამოს, რადგან ეს ორშაბათი დღეა, დაცვა, სახელისუფლებო თუ სახელმწიფო დაცვა, ესე იგი დაკეტილია თურმე მუზეუმი. მე ვერც კი წარმომიდგენია ბატონებო და მინდა ვიფიქრო, რომ ეს რაღაც შეცდომითი ინფორმაცია მოგცეს, რომ ასეთ დიდ დღეს, რეფერენდუმის დღეს, ეროვნულ დღეს, პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს, პირველი მრავალპარტიული პარლამენტის მიერ ჩატარებული არჩევნების დღეს, რომელსაც პირდაპირ შეიძლება უწოდოთ, რომ მართლაც დამოუკიდებელი საქართველოს სუნთქვის დღე. აი ამ დღეს დაკეტილი იყოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. ნუ არ ვიცი ეს, მე არ მინდა ვიფიქრო, რომ რადგან 8 თებერვალს ითქვა გელათში, რას ვაკეთებთ ხალხო, რა არის? პირველ არხზე აგვიგზავნეს გამოსვლა. ყველა პარტია გამოდის, არც ერთი ჩვენ ვინც ვართ კოალიციაში, ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ, თეთრები პარტია, არც მეცნიერთა კონგრესი, არც ქართული ერთობის დარბაზი, ვინ უნდა მიმართოს უფრო დიდმა პიროვნებებმა, ერთმა 20 მეცნიერმა მოაწერა ხელი, რომ პირველ არხზე, ესე იგი რომ მოგვეცით საშუალება, რომ გამოვიტანოთ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, წავიკითხოთ. თუ არა და თქვენ აგერ მოგცემთ და წაიკითხოს დიქტორმა, რომ რა არის, რა გახდა ეს, რა შიში ცხოვრობს ეს ქვეყანა, რატო ეშინიათ ამ ვთქვათ მეცნიერების, რატო ეშინიათ განათლებული ადამიანების პირველი არხი, პირველ დამსამარებლად იქცა საქართველოსი და საქართველოში თავისუფლების და ეროვნული ძალების. ესე გაგრძელება შეუძლებელია. ჩვენ ასევე ხვალ გარკვეული ჯგუფი ვიკრიბება, ეს არის ბატონი ვაჟა ოთარაშვილის წინააღმდება, რომ ჩვენ ხელი მოეწეროს და წავიდეს პირველ არხზე წერილი და თუ არა და რადგან სხვა გამოსავალი არ არის, ასე იგი 50-60 თუ მეტი, ნუ იქეთ კვირაში შევიკრიბებით მივალთ პირველ არხთან, ეს იქნება სამარცხინო დავაწერთ პირდაპირ ასე რომ, ასე იგი ყველაზე მძიმე ლაქა ამ ხელისუფლებისა და ყველა იმ პიროვნების, ვინც კი ესე იგი ამ შემთხვევაში სახელისუფლებო რგოლს წარმოადგენს, რომ 5 წელია მეცნიერთა კონგრესი ეხვეწება პირველ არხს, ხალხის არხს, ხალხის ფულით დაფინანსებულ არხს, მოგვეცით საშუალება, გამოვიტანოთ პროგრამა. მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლით საშუალება ამ მიზნის მისაღწევად. გამოვიტანოთ პროგრამა ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა. გამოვიტანოთ პროგრამა ბანკების გაჯანსაღების, საბანკო სისტემის გაჯანსაღების. გამოვიტანოთ პროგრამა, ესე იგი დასაქმების, პენსიის გაურმაგების. ხალხმა განსაჯოს, აი ამ პროგრამებს ებრძვიან. და ეს პროგრამები არ გამოდის. ვისაც გაქვთ საშუალება და ვისაც ვინ ჩათვლით, ჩააგდეთ ეს გამოსვლა რომ იქნება პირველ არხზე. მე გაუცებული ვარ ბატონი მაღლაფერიძის იმით და მომდევნო კვირაში შევეცდები რომ ბევრი რამ ვისაუბრო მასთან დაკავშირებითაც და დღეს არაფერს არ ვეხები. მე არ მინდა რომ დაპირისპირებით მიდიოდეს ქვეყანაში საქმე. მე მინდა რომ თანამშრომლობით მიდიოდეს ქვეყანაში საქმე. მე ეს მოვაყოლა იმას რომ გაუცებული ვარ პირდაპირ, როდესაც ვიგებ იმას რომ 31 მარტს რომ ილია ჭავჭავაძის ესე იგი ადგილმამული ეროვნულ დღეს იქნება დაკეტილი და იქ საშუალებას არ გვაძლევენ რომ შევიკრიბოთ. ჩვენ შევთანხმდით რომ ჩვენ მაინც წავალთ იქეთ, შევალთ ეზოში ჩავატარებთ, შევალთ დარბაზში ჩავატარებთ, თუ არა და გარეთ შევიკრიბებით, მოვლენ პარტიები მოვლენ, ძალიან ბევრი ეჭვს იმაში რომ არ მოვლენ, დასაგებია ჩვენ არავის, მე ვიცი ძალიან კარგად რომ ესე იგი რამდენიმე პიროვნება შეიძლება რომ ტელევიზიის თანხებითაც იყოს, რომ აპირებენ გადაცემ ყველა პარტიაში მომდენო ესე იგი ზეგ და მომდენო ნუ ერთი კვირის განმავლობაში ყველა პარტიაში მიიტანონ წერილი, რომელსაც ხელს მოაწერს გელათის კონგრესის სპიკერი
ბატონი ბესიკ ბოგველი ფსიქოლოგი, საინტერესო მეცნიერი, ძალიან საინტერესო პიროვნება მოაწერს ხელს და ბატონ ნიკოლოზ მებაღიშვილთან ერთად ამის თაობაზე ვისაუბრეთ გუშინდე, ეს საინტერესო გუნდია ძალიან, ვინც აი ამ სისტემამ მოძებნა, ისინი წარადგენენ პარტიებში მიიტანებენ ამას და ვნახოთ ვინ მოვა ვინ არა. ჩვენ უბრალოდ ვამბობთ 31 მარტი არის იქ ვიქნებით ყველანი ჩვენ მოვძებნით საერთო ენას, მე ჩვენ ვიპარება, იმიტომ რომ მეცნიერები შეძლებენ იმას, რომ ისე დაილაპარაკონ, რომ ვერავინ წავა მის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენ გინებალან ზღვაზე არ ვიქნებით, როგორც პარტიები და ოპოზიცია პოზიცია არიან ერთმანეთთან, მე ჩვენ ვიპარება იმაში ძალიან საინტერესო მეცნიერები იქნებიან წამყვანები, თუ არ მოვლენ ისინი ჩვენ როგორც ვართ გათვალისწინებული, ვამბობთ რომ 20-მდე მეცნიერი უნდა შევხვდეს ამ პარტიებს, ახლა ხო შეიძლება რომ 500 მივიდეს ერთდროულად. კარგი, ვიქნებით ჩვენ მაშინ და დავილაპარაკებთ იქ ერთმანეთში და საქართველოს იმ დღეს მოისმენს მეცნიერების აზრს საგურამოდან. და ეს იქნება ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი იქნება საქართველოს მოსახლეობისათვის. ჩვენ რასაც ვისაუბრებთ იმ დღეს და ვიმეორებ, იქნება ბედნიერება თუ სახელმწიფო პარტია ოცნება. ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტიები რომ შეიკრიბებიან. მე გულდასაწყვეტია რომ პრეზიდენტმა გააკეთა გამარჯვება რომ ჩვენ იმ დღეს ვიკრიბებით და ვინც არ მოვა ჩვენთან. მე ვამბობ თქვი წინა გადაცემაში და ვიმეორებ. მე ვთქვათ მომწონს თუ არ მომწონს ხელისუფლება, მე არ ვიცი თუ არ მომწონს, რატო უნდა მომწონდეს ესე იგი სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ შეგრებილი ერთობა, მე რატო უნდა მომწონდეს ეს? ჩვენ ვეუბნებით რომ დავანებოთ სიმპათია ანტიპათიებს თავი, ამ ბიოლოგიური სიძულვილით ნუ ვართ ერთმანეთის მიმართ, ბიოლოგიური სიძულვილი აქვს ხელისუფლებას ოპოზიციური პარტიების მიმართ და ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლების მიმართ. ბიოლოგიური სიძულვილით სავსე პარტიები სიკეთეს ვერ მოიტანებენ. ისინი უკვე გაბოროტებულები არიან და ეს სათაური აქვს ორი ჩვენს გადაცემას ამის თაობაზე შემდგომში. აი აგერ როგორი წერილი იწერება, მე ამას ვკითხულობ, რატო დაიდება ესენი ყველაფერი საიტზე, მაგრამ ვთქვათ წერილი რომ მაქვს პატივი როგორც მიმდინარე წლის 8 თებერვალს დავითობას გამართული გელათის კონგრესის სპიკერმა გაახლოთ გელათში მიღებული უმნიშვნელოვანესი მიმართვა პოლიტიკური პარტიებისადმი და მოგიწვიოთ მიმდინარე წლის 31 მარტს საგურამოში ილია ჭავჭავაძის ეზო გარემოში მეცნიერებისა და პოლიტიკურ პარტიათა ლიდერების გულახდილ შეხვედრა საუბარზე. შეხვედრის დღე სპეციალურად დავამთხვიეთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს თარიღს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს და ეროვნული პარლამენტის მიერ ჩატარებული პირველი მრავალპარტიული მუნიციპალური არჩევნების დღეს. კიდევ ერთი და განსაკუთრებული ჩვენი შეხვედრა აუცილებელია, რადგან სხვა გზა აღარ არის. უნდა შევძლოთ საუბარი ერთმანეთთან და დავასრულოთ საუბარი ერთმანეთზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა შევძლოთ საუბარი ერთმანეთთან და დავასრულოთ საუბარი ერთმანეთზე. ჩვენ დღეს როგორც არასდროს გვჭირდება, როგორც ერის მამა ილია ჭავჭავაძე ამბობს, ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. ერთი წლის წინ ითქვა, აი ზუსტად ერთი წლის წინ ითქვა, რომ ჩვენ 31 მარტს ამ შეხვედრას გავაკეთებდით. ზუსტად 31 მარტს დაამთხვია ყველაფერი. ესე იგი, რაღაც გაერთიანებების შექმნა, პრეზიდენტმა თავისი ისინი, ნუ არ ვიცი რა არის, რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, რომ მთელი საქართველოს შეკრა იმ დღეს რეფერენდუმმა. ეროვნული სული იყო ქვეყანაში. როგორ შეიძლება ამ დღეს მივაყენოთ შეურაცხყოფა და ისევ დაპირისპირებაზე ვიყოთ? ხო შეიძლება რომ ერთი დღე ვიცხოვროთ ერთობით. ერთი დღე, სწორედ ის დღე, რომელმაც განსაზღვრა 1991 წლის 31 მარტმა განსაზღვრა ბევრი რამ. მე მით უფრო მუშაობ გარკვეულ ძალებთან, ესე იგი ბატონი ზაქარია პარიზში და მას აქვს გაეროში და სხვაგან ძალიან ბევრი რამ, რაც შემიძლია ძალიან ჭკვიანური და კარგი მოსაზრებებია. ჩვენ ვამბობთ იმაზე, რომ როგორ მოხდეს ერთობით ჩამოყალიბება ქვეყანაში, რომ ყველა ინტელექტუალი ვინც არის, ისინი ყველანი პოულობენ ერთმანეთთან საერთო ენას, მაგრამ დღეს იგივე ბატონი ზაქარია გვეკითხება, რომ გია ხუხაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ვინ არისო ამ დაპირისპირების ისა, რა თქმა ამას ბევრი თქმა და ბევრი ისა, რა თქმა არის მე. ყველა გაიძახის მეს. ჩვენ დაიკარგა. მეცნიერები ამბობენ, გადავიდეთ მე, როგორც ილია ჭავჭავაძე გვეუბნებოდა, ნაკლები მე, მეტი ჩვენ. ყველას უნდა რომ ის იყოს ლიდერი. ყველას უნდა რომ იყოს გამარჯვებული. დღეს ლაპარაკი არის ერთ რამეზე,
ყველამ დავთმოთ ამბიციები და ვთქვათ იმის შესახებ, რომ თქვნით პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეას, ხოლო პარლამენტი იქნება ეროვნული თანხმობის. პარტიებმა გავიწიოთ გვერდით, იყოს ესე იგი არაპარტიული პარლამენტი, 4 წლით პროფესიონალთა პარლამენტი. პროფესიონალთა პარლამენტი, ეროვნული თანხმობის პარლამენტი. პარტიებმა გავიწიოთ გვერდით. ეს პროგრამა ჩამოაყალიბეს მეცნიერებმა. რა არის ამაში? ან ცუდი რა არის, ან კარგი ვთქვათ, ვიღაცას არ მოგწონთ, ხო, განხილვას რა უდგას წინ, რომ დავდგეთ, შევიკრიბოთ და გავიაროთ ეს და ვისაუბროთ ამის თაობაზე. იქნება ამაშია გადარჩენა. რაც დრო გადის მეცნიერები მით უფრო წუნდებიან იმაში, რომ ამაშია სწორედ გადარჩენა. გადარჩენა იმაშია, რომ ერთი საარჩევნო პერიოდი ქვეყანაში იყოს არაპარტიული, ესე იგი, არაპარტიული პარლამენტი. რომ ერთიანი სიით ხდებოდეს, როგორც ეს რატომ არის 31 მარტი აღებული, ეს არა მარტო იმიტომ, რომ რეფერენდუმის დღე იყოს მნიშვნელოვანია, არამედ იმიტომაც, რომ ამ დღეს სწორედ ერთი სია გამოვიდა, მოსახლეობას მიეცა ერთი სია, ყველა იყო შესული ამ სიაში, ვისაც კი სურვილი ჰქონდა, პიროვნებებს ირჩევდნენ და არა პარტიებს. სწორედ აი ასეთი არჩევნების სისტემაზე ლაპარაკობენ მეცნიერები და ამბობენ იმას, რომ იქნებ გამოსავალი სწორედ ამაში მოიძებნოს. არ ვიცი, ჩვენ ხო ამბობთ, რომ მოდით იყოს პირდაპირ იმ დღეს შეიძლება თუ ჩვენ დაგვეხმარებიან და რაღაც საშუალება იქნება, შევიძინოთ ის ტექნიკაც, რომ საგურამოდან ვინც ჩათვლის ამას, რომელ ტელევიზიასაც ექნება სურვილი, გადაცეს პირდაპირ ეთერი, თუ არავის არ ექნება, მაშინ მეცნიერთა კონგრესის დრო 4-დან 6 საათამდე სწორედ გავაკეთოთ ის, რომ პირდაპირ ეთერი მიდიოდეს ტელევიზია ქართულ ტივიზე. ეს მეცნიერთა კონგრესის დროა, ყოველ სამშაბათო დღეს 4-დან 6 საათამდე და ნუ ჩვენ ამ დროს გამოვიყენებდით იქ. ყველაფერზე ვფიქრობთ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ ვიფიქროთ არა იმაზე, ჩვენ რა შეგვხდება, რა სკამები შეგვხდება. ჩვენ ვამბობთ, ჩვენ საწინააღმდეგოდ, რომ ჩვენ არ გვინდა სკამები, ჩვენ არ გვინდა თანამდებობები, ჩვენ არ გვინდა ესე იგი რომ პარტიული პრინციპი იყო, ჩვენი სურვილი არის, რომ ამ ერთხელ მაინც ერთხელ შევძლოთ, რომ იყოს პროფესიონალთა პარლამენტი, რომ პარტიებს გარეთ გაცილებით უფრო საინტერესო ხალხია ქვეყნის მომავლისთვის, ვიდრე პარტიებში. ნუ გვეშინია ამის თქმის, პარტიებში არის ზნეობის დეფიციტი, ზნეობრივ ადამიანებში პარტიების მიუღებლობა. ხო უნდა გადავლახოთ ეს ბარიერი. ხო უნდა გადავლახოთ, ჩვენ პარტიებმა უდიდესი დარტყმა მივაყენეთ ზნეობრივ ადამიანებს. რით? იმიტომ რომ თუ პარტიაში არ ხარ, არჩევნებში ვერ მონაწილეობ. თუ პარტიას არ შეუერთდი. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ იქნებ როგორმე ერთხელ გავაკეთოთ ისეთი ნაბიჯი გადავდგათ, რასაც მეცნიერები გვეუბნებიან. რატო ეშინიათ და რატო არ გვაძლევენ ჩვენ დროს ტელევიზიებში? იმიტომ რომ ხალხმა რომ მოისმინოს ეს, მე გარწმუნებ თქვენ, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მხარს დაუჭერს ამ მოსაზრებას. რატო გეშინიათ, ბატონებო? რატომ გეშინიათ? იქნება ამაშია გადარჩენა. თქვენი პარტიის გადარჩენაზე ფიქრობთ და არა ქვეყნის. მეცნიერები ფიქრობენ არა პარტიის და პარტიების გადარჩენაზე, არამედ ქვეყნის გადარჩენაზე და ამბობენ, ჩვენ გვაქვს პრინციპი, თუ ქვეყანას გადავარჩენთ ამ მეთოდებით, გადარჩება ყველა პარტიაც. დაცული იქნება ბიძინავანიშვილიც და ყველა. და ესეც სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოჩნდებით კიდე პირველ პრეზიდენტთან დაკავშირებით, ეს კიდე ცალკე საუბრის თემაა და ამას არ ვეხები. დღეს არ ვეხები. ყველა მაშინ აი ასე რო გავყვეთ, რატო ეშინია ოცნებას წასვლა ასპარეზიდან? იმიტომ რომ მათ იციან, რომ თუ მოbrunდა ვთქვათ ნაციონალურ მოძრაობამ ტრისას, არც უნდა მოbrunდეს, არც მოbrunდება. ამიტომ ამბობ ჩვენ არ უნდა მოვიდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც შურისძიებით იქნება სავსე. არ უნდა მოვიდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება ესე იგი გარე ვალდებულებებით სავსე. ამ პრინციპს თავაზობენ სწორედ მეცნიერები ხალხს, ქვეყანას, პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ ეშინია ოცნებას, რომ ვაი თუ ჩვენ გაგვიშვეს და ამოიღეს. მონაგონი იქნება, რასაც თქვენ დღეს მიხეილ სააკაშვილს აბრალებთ, და ჯერ სისულელია რაც უკეთებია და ესეთ რამეები როგორ შეიძლება პრეზიდენტმა აკეთოს, მაგრამ მით უფრო პრეზიდენტმა, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით მოდი, ასეთ რამეები არ უნდა გააკეთო, მაგრამ ზოგიერთმა სოფელი მთა და ნაკვეთები და ისინი აჩუქა ერთმანეთს და რავი თვითმფრინავებით დადიოდნენ. ეს არ არის, თქვათ, თუ ნაციონალურ მოძრაობამ გააკეთა, ოცნებას არ გაუკეთებია მსგავსი რამეები. ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი და ამიტომ ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ. მე გარკვეულწილად ვშიშობ, რომ ტელევიზია ქართული ტივის მიმართ ეს
ტელევიზია ქართული ტივის მიმართ ეს დამოკიდებულება სწორედ ჩვენ არ გადავალთ მე მხედველობაში მაქვს მეცნიერთა კონგრესი არ გადავა იმ პრინციპებიდან რასაც ქვია ხალხის მსახურება ეს არის ჩვენთვის ოქროს კანონი და ამ ოქროს კანონიდან არ გადავა მეცნიერთა კონგრესი ამის შიში ნუ აქვს ვინმეს პირიქით ჩვენ ვამბობთ რომ იქნებ ყველას გადარჩენა პარტიების გადარჩენაც ცალკეული ლიდერების გადარჩენაც არის ეროვნული თანხმობის პარლამენტში იქნებ იმ იდეებშია რომელიც მეცნიერებშია კარგი თუ არ არის ხო უნდა განვიხილოთ მაინც ხალხს ხო უნდა გავაგებინოთ რამდენჯერ მივმართეთ ყველა ტელევიზიას წერილებით ვინ თუ არა უკეთესი ვინ უნდა იყოს ბატონმა ჯუმბერ კოპალიანმა წერილი ხო ჩააბარა პარტიებს რომლებიც იკრიბებოდნენ ნათელაშვილის ოფისში ბიძინე ავანიშვილის ხო ჩაბარდა პერსონალურად წერილი რომელშიც აი ამ იდეას თავაზობდით და რამდენი წელი გავიდა 6 ესე იგი 2016-2018 წლები ნახეთ რამდენი წელია არავითარი პასუხი ხომ კი მაგრამ რამ შეგაშინათ ასეთი რამე ასეთი მეცნიერები აწერენ ხელს არ არიან მეცნიერები იმის ღირსი რომ აი პასუხი რომ იყო ძალიან დიდი მხარდამჭერია და ოცნების წევრია ბატონი მურმან კვარაცხელია უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა გუშინ წინ როცა გადაცემაში ჩვენ საუბრობდით იმაზე რომ სწორედ ჟიული შარტავას დღეს 80 წლის იუბილე იყო აი სწორედ იმ დღეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა უამრავი მეცნიერის ხელმოწერით გადაეცა პარლამენტის თავმჯდომარეს 1 წლის წინ თხოვნით რომ წავიკითხოთ პარლამენტის ტრიბუნიდან ჩვენ თუ არ გვიშვებთ ტრიბუნასთან თქვენ წაიკითხეთ თქვენ კაი ადამიანის შვილებო რა არის ეს ვერ გავიგე 500 მეცნიერის მიერ შემუშავებული პროექტია დოკუმენტია რა პრობლემაა 12 პუნქტია რა გახდა ეს 12 პუნქტის გამოტანა კაი სისულელეს წერ ჩვენ მოისმინოს ხალხმა ჩვენი სისულელე და იტყვია რომ სულელები ყოფილან ეს მეცნიერებიო რატო ჩვენ არ გჭირდება თქვენი დაცვა მაგრამ ხალხი ვიცით რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ამას რომ მოისმენს და ამიტომ არ გვინდა რატომ არ გვინდა რომ სახელმწიფო კაცების შედგეს რატომ არ გვინდა რომ დაფინანსდეს მეცნიერებათა აკადემია რომ დაიწეროს პროგრამა სამნაწილიანი პირველი რა პოტენციალი აქვს ქვეყანას ინვენტარიზაცია მოხდეს მეორე რეალურად რა მდგომარეობაა ქვეყანაში და მესამე ამ მდგომარეობის ქვეყანაში ეს პოტენციალი როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში რა არის ამაში ჩვენ შიშველი ხელებით შევძელით ნუ თქვა ამის გაკეთება პირველ ეტაპზე და შიშველი ხელებით პრაქტიკულად იმიტომ რომ იყვნენ ადამიანები რომლებიც ხვდებოდნენ რომ ქვეყანას მომავალი არ აქვს ამის გარეშე რა არის ცუდი იმაში რომ ასეთი რამ მოხდეს და ჩვენ შევძლოთ ის რომ ვთქვათ ასეთი პროგრამა დაიდოს რომ ასეთი პროგრამა გამოვაცხადოთ და ვთქვათ აი პროგრამა და აბა თქვით ერთი ვის შეგიძლიათ ამის განხორციელება ამ გზით წავიდეთ ყველა ქვეყანამ რაღაც საინტერესო რამ მოძებნა გუშინ უყურებდი როგორ გააცილეს კანადის პრემიერ-მინისტრი მისი ქალიშვილი გამოვიდა აი სასწაული იყო ცრემლებით ვერ გარეშე ვერ მოისმენ ამას მე შევეცდები რომ ერთ-ერთ გადაცემაში მისი ნაწილები ჩავდო იმაში რომ მისმა ჯერ თვითონ ტრუდომ ეს გამოიტანა თავისი წარდგინება კი ლიბერალი იყო იქ მოვიდნენ კონსერვატორები მოვიდნენ დამარცხდა ყველგან დამარცხდა ლიბერალური იდეოლოგია სადაც კი არჩევნები ჩატარდა ევროპაში და ევროპის გარეთ ყველგან დამარცხდა მაგრამ ნახეთ როგორი კარგი გამოსვლა გააკეთა და საქართველოში რომ აშინებენ იმით არსებობს ზომიერება ლიბერალიზმი ეკონომიკაში არის ბედნიერება ამ საზოგადოებრივი ყოფის საკითხებშია ცუდი თორე ამას ხო არავინ არ ლაპარაკობს ჩვენთან ჩვენთან ხო ლიბერალიზმი არ არის ჩვენთან არის ურა პატრიოტიზმი და ულტრალიბერალიზმი ურა პატრიოტიზმი და ულტრალიბერალიზმი ორთავე დამანგრეველია ქვეყნისთვის არავინ ამაზე არ საუბრობს რატომ იმიტომ რომ არ აწყობს არავის ამაზე საუბარი და ქვეყანაში არის დაჯახებული ესე იგი აღდგა ესე იგი ორი მინდა პირდაპირ უნდა ვთქვათ რომ ორი ანტიქართული იდეოლოგიის რომელი ეს ურა პატრიოტიზმი და ულტრალიბერალიზმი არის ამათი ომია ქვეყანაში მეცნიერები ამბობენ გადავიდეთ ბუნებრივ რეალობაში ბუნებრივი რეალობა არის ის რა პროგრამებიც აქვს ჩამოყალიბებული მეცნიერთა კონგრესს ან უარყავით ან დაადასტურეთ და გავერთიანდეთ პროგრამებში ვინმე გეუბნებათ რომ თანამდებობას გართმევთ ვინმე გეუბნებათ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ და თქვენ არ უნდა იყოთ ჩვენ ვამბობთ ვისაც ამის გაკეთება შეუძლია ის იყოს
არც 51 პუნქტიან პროგრამას გვაკითხებენ, არც ეროვნულ სახელმწიფოების დოქტრინას გვაკითხებენ, არც ვთქვათ როგორ ან ვთქვათ ჩვენ ვამბობთ რომ ბანკებისგან დაზარალებულებს ფულის აღდგენა როგორ უნდა მოხდეს, ყველაფერი სასწავლო პროგრამთანაც ინოვაციურ ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული. ყველა რატო არ გვინდა ეს პროგრამები რო ხალხს გავაგებინოთ და უთხრათ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები გვაქვს. Ну, რა თქმა უნდა, საფინანსო ეკონომიკური მიმართულების ეს არის უნიკალური, გაცილებით უკეთესი, ვიდრე გერმანია გამოიყვანა თავის დროზე იმ პროგრამებმა, რომელიც ჰქონდა ერხარდს. ერხარდის ფონდში გაიარა ამან ყველაფერმა და იქ ჩავედით, იქ ვაჩვენეთ, ვანახეთ, რატომ აი ერხარდის ფონდში ვილაპარაკეთ, ისინი გვეუბნებიან, ჩვენ მზად ვართ, რომ ევროპაში მოგცეთ ტრიბუნა, ჩვენ ვეუბნებით, ჩვენ არ ვართ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ევროპიდან ელაპარაკებიან ქართულ ხალხს. ჩვენ გვინდა რომ ქართულ ხალხს ველაპარაკოთ საქართველოში. და ჩვენ აქ არ ვართ იმიტომ რომ ლანძღოთ ანეკვა ოპოზიცია ან ხელისუფლება. მაგრამ აი ასეთი ზომიერი გუნდები, ასეთი პოლიტიკური ხედვის, ასეთი მეცნიერთა ასეთი გუნდები არ უნდათ და ლაპარაკობთ საქართველოზე. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. უნიკალური პროექტებია, უნიკალური პროგრამებია ჩამოყალიბებული. მე არ ვიცი ამაზე რა ვარი, რატო უნდა ვთქვათ. აი ეს არის ბატონებო, სწორედ ის მეც აგიკითხეთ, აი პირველი, აი ჩვენ რუარცეთი ტელევიზია. ნუ ბოდისვიხტი ისევ, ნუ მე ვჩერდები იმის გამო რომ Facebook-ზე, ასე იგი არ ვიცი, მაგთის ის მაქვს ჩართული, სახშიც გორმაგის არის, რატო უნდა იყოს ასეთი რამ არ ყოფილა. ჩვენ ვართ დაპირისპირების წინააღმდეგი, როგორც ჩანს, დაპირისპირებულებთან უბედურება ის არის, რომ ხელისუფლებებს არა მარტო ამას, წინა ხელისუფლებებსაც ეს სცენი ჰქონდათ, რომ ასე იგი დაპირისპირებულებთან დესტრუქციულთან თანამშრომლობა ურჩევნოდათ, დესტრუქციულთან ბრძოლა ურჩევნოდათ კონსტრუქციულთან თანამშრომლობას. საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ეს ჩამოყალიბდა, რომ ყველა ხელისუფლება ურჩევნია დესტრუქციულთან ომი კონსტრუქციულთან თანამშრომლობას. აი ამიტომ ვართ ამ მდგომარეობაში. თუ ერთხელ არ მოვიდა ეროვნული ხელისუფლება, თუ მართლაც არ მოვიდა უკვე ის ხელისუფლება, რომელიც აი ამ მდგომარეობას ხვალ ამის თაობაზე მართლაც გამოკვეთილი საუბარი იქნება, ეს წარმოუდგენელია. ხელისუფლება როგორ არის? გაბოროტდა ოპოზიციაც, გაბოროტდა ხელისუფლება, გაბოროტდა პოლიტიკური ძალები. ყველა ამბობს, რომ მე ვარ გადამრჩენი. მეცნიერები არ ამბობენ, რომ ჩვენ მეცნიერება ვართ, მთელ მსოფლიოში მეცნიერებაზეა დამყარებული. ჩვენ ამას არ ვამბობთ. იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ მთელი მეცნიერება ეს ერთი და მეორე ჩვენ ყველას თავაზობთ თანამშრომლობას. ესენი კი ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვართ და მეტი არავინ. აი როცა საკითხი ასე დგას, ჩვენ ვართ და მეტი არავინ, იმიტომ არის ეს მდგომარეობა ქვეყანაში. აი ეს არის ბატონებო ისეთი მძიმე რამ, რომელიც ერთი წუთით აიქაც დიდი მადლობა, ვინც ისევ შემოგვიერთდა. მეორე ნაწილია უკვე Facebook-მა გათიშა პირველი ნაწილი და მეორე ნაწილი, ესე იგი, ხოლო მეორე სივრცეში მიდის გადაცემა ჯერჯერობით. გრძნობ, რომ არ არის შეფერხება, ამიტომ მადლობა ყველას, ვინც ხართ, მადლობა ყველას, ვინც ნახავს ამასთან, რაღაც შევეცდებით, რომ მე რაღაც შევაერთოთ ესენი ერთლიან გადაცემად იყოს. ასე იგი, ვიმეორებ, რომ გაბოროტდა ხელისუფლების შენარჩუნებისათვის ბრძოლამ გააბოროტა ოცნება. მძიმე რამეები აქვს ჩადენილი ბატონებო. დიდი კორუფცია ქვეყანაში და ეშინიათ თანამდებობიდან წასვლა. იმიტომ რომ ისეთი რამ მოუწყვეს მათ მიხეილ სააკაშვილს, რომ თუ სერიოზული და ქართულზე ორიენტირებული ძალა არ მოვიდა და ეს ხელისუფლება შეიცვალა, ამ შემთხვევაში კატასტროფა მოხდება. შეიძლება რომ ერთი ვინმე არ დარჩეს გარეთ ამათი. მაგრამ ჩვენ ციხეებით ვერ შევცვლით ქვეყანას და ამ დაპირისპირებით ვერ შევცვლით ქვეყანას.
ქვეყანა შეიცვლება თანამშრომლობით. სიკეთის გამარჯვებით შეიცვლება ქვეყანა. მე ძალიან კარგად ვხედავ და პირდაპირ ვამბობ. ბიძინა ივანიშვილს და მის მთელ გუნდს ეშინია სახელისუფლებო ცვლილების, იმიტომ რომ ძიმე რამეებია მათ უკან. ძიმე იმაზე უარესი ვიდრე წარმოგიდგენიათ. მაგრამ მეცნიერთა კონგრესი ამაზე არ არის ორიენტირებული. მეცნიერთა კონგრესი არის ორიენტირებული არა დაჭერაზე, არა როგორც იტყვიან შურისძიებაზე, არამედ ორიენტირებული ამაზე, რომ ქვეყანაში მდგომარეობა შეიცვალოს. ჩვენ დღეს სწორედ ის მომენტი გვაქვს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, რომ ყველა ტრაბახობს წილას ხოდავამარცხეო. მაგრამ ჩვენთვის წინას დამარცხება არ არის მთავარი. მთავარი არის როგორ იცვლება ქვეყანა უკეთესობისკენ. რას დრო გადის ქვეყანა არ იცვლება უკეთესობისკენ. და მეცნიერთა კონგრესი ამბობს, რომ ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ხელი შეუწყოთ ისეთი გუნდის მოსვლას, რომელიც ქვეყანას გააკეთილშობილებს. სწორედ ამიტომ მიდის იმ პიროვნებების დასახელება, რომ გაიგეს ეს გვარები, აი ამიტომ არის რომ გაბოროტდნენ უბრალოდ რეალურად, რომ ნახეს როგორია ეს 50 კაციანი სია, შეიძლება ვიღაცა არ მოწონდეს იქ, მაგრამ 200 კაციანი სია კიდე წამოვიდა ახალი ისინი სასწაული, აი სასწაული ხალხია ქვეყანაში. აი ყველა შერცხვება რომ ჩვენ ეს პარლამენტები გვყავდა და ეს პარლამენტი გვყავს, როდესაც ასეთი ხალხია ქვეყანაში. რომ საზოგადოებრივი პარლამენტი შეიქმნება. რომ 31 მარტს ალბათ გამოქვეყნდება სია იმ 200 კაცის. მერე აპრილის თვეში იქნება განხილვა ამ სიისა ყველგან. გავალთ ხალხში დავილაპარაკეთ, ვინ მოწონთ, ვინ არ მოწონთ, ვიზი აქვს რაღაც შენიშვნები და ამ შემდგომ და ახლების დასახელდება. რომ 26 მაისისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის უკვე რეალურად შესაძლებელი იყოს ხალხის მიერ რეკომენდირებული და ხალხში ასეთი განხილვით მიღებული საზოგადოებრივი პარლამენტმა დაიწყოს შეხვედრა. რომ საზოგადოებრივი პარლამენტის პირველ სხდომებზე განხილული იქნება სწორედ ის პროგრამა, რომელსაც ქვია 21 პუნქტიანი პროგრამა მეცნიერთა კონგრესის მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩართვით საშუალება ამ მიზნის მისაღწევად. მეორე, ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა. მესამე, როგორ უშველოდ ბანკების მიერ დაზარალებულებს ისე რომ ეკონომიკა მოვიყვანოთ მოქმედებაში. როგორ შევცვალოთ ეს სულელური გზა, ესე იგი შემწეობაზე ადამიანთა რაოდენობის ზრდით და ბიზნესში ჩავთოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი. 7-8 პროექტი, რომელიც იქნება განხილული, საზოგადოება ნახავს ნამდვილ მსჯელობას, ნამდვილ აზროვნებას, ნახავს ნამდვილ პროგრამებს და აი ამ ეს საშიშროება არსებობს. ყველანი ძალიან შეშინდა, როცა ჩვენ ვთქვით, რომ იქნება ვირტუალური ჩვენი სათვისტომო. ანუ ჩვენ რადგან ვერ გავარღვიეთ აქ ბარიერი, გამოვიტანთ და მივმართავთ და ვეთქვით, აი ჩვენი პროგრამები. დაახლოებით 100-მდე პროგრამაა, დიდი და პატარა. გამოვიტანთ ამ პროგრამებს და ვეთქვით ხალხს, აბა რა გაქვთ შენიშვნები, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა, ვინც ქვეყნის გარეთ არიან, უკვე იციან ძალიან კარგად, რომელ ქვეყანაშია პოზიტიური შეუძლიათ თავიანთ წინააღმდეგობები მოგვაწოდონ, პირიქით, ბევრი საინტერესო პროგრამაც მოგვაწოდონ. ასე უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთში, ასე უნდა შევძლოთ ურთიერთობა ერთმანეთთან. ჩვენთან დღის განმავლობაში მოდიან ადამიანები, ნუ ახლა დღეს ისე საუბრობდნენ ერთმანეთში და ძალიან კარგად იყო ესე იგი ლევან სანიკიძის შვილიშვილი, ახალგაზრდა გუბა სანიკიძის შვილი, ბატონ თენგიზ დიხამინჯიასთან გადაცემაში. შეხვდნენ იქ იყო საუბარი ძალიან ნორმალური, არა მე კიდე ერთხელ დავწუნდი იმაში, რომ აი თარაც რაზეც საუბრობ, გაგებას პოულობთ მეორე წუთიდან. უბრალოდ ეს ხალხი არ ელაპარაკება ერთმანეთს. და ყველანი არის იმაზე, მე ვარ და შენ არა ხარ. შენ უნდა ჩამოგახჩო, შენ უნდა დაგიჭირო, შენ უნდა გაგასამართლო. დამთავრდეს უნდა ბატონებო, ჩამოგახჩო, გაგასამართლო, კუთხეში დაგაყენო, რაღაცა ქვეყანას მივხედოთ. ეს არის, ანუ აი ხო გეუბნები, გაერთიანებების იქნება, ერთმა გაერთიანებამ ჩვენ პუჩისტები ვინც არიან და მე ვყოფილი ვარ პუჩისტი ახლა. ამის წინა გადაცემაში ვთქვი, რომ ყველა ინტელექტუალი ვინც იყოს ზვიად გამსახურდიასი, ესე იგი ჩემს მიმართ მეგობრობით იყო სავსე, დღესაც გრძელდება ეს, ვინც დღეს
ზოგი გარდაიცვალა, ვინ ცოცხალია, მეგობრები ვართ და იმედით არიან და ხვალ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერის ზვიად გამსახურდიასი ელენე აბაშიძის 104 წლისთავი თუ 103 წლისთავი. ეს პიროვნება იცით თქვენ რომ ჩვენ წამოვწიეთ ამერიკაში აკადემიისევრია საქართველოში ვითომ არაფერი. და ჩვენ ეს პიროვნება სასწაულრამეებს წერს მე დღეს აი ესე იგი ჩვენ პროგრამებს და რაღაც შედარება ამის არავით არის ინტელექტუალი ისინი რომლებსაც უნდათ რომ ზვიად გამსახურდიას სახელით მოიპოვონ რაღაცა ამიტომ ვიღაცა უნდა დაიჭირონ დამთავრდეს უნდა ბატონებო ამ ქვეყანაში შურის ძიება უნდა დამთავრდეს შურის ძიების პოლიტიკური ძალა ანტიკართული ძალაა გარე ძალების მიერ მსახური პოლიტიკური ძალა ანტიკართული ძალაა. ქართული მხოლოდ ქართული გზა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. ჩვენები წავლენ ამ მიდიან ამ ქვეყნიდან და სხვები მოდიან ამ ქვეყანაზე. ესე იგი, ჩვენს მიწას ჩვენ თმობ ჩვენს მიწას მიდიან ჩვენები და ჩვენს მიწას ეპატრონებიან ხალხი, ადამიანები მიწების გარეშე. ხვალ იქნება ამაზე სერიოზული საუბარი ბატონ ვაჟა ოთარაშვილთან ერთად 3 საათზე პირდაპირ ეთერში. გულდასაწყვეტი ის არის რომ აი ასეთ კონკრეტულ იმაზე როდესაც ყველას ეუბნები რომ არ არის გამოსავალი დაპირისპირებაში, რომ დაპირისპირებაა ჩვენი ქვეყნის უბედურება. და მაგალითი მომყავს და ვამბობ იმას რომ აი აგერ არის თქვათ გასაგებია ახლა ქალაქი იყო, მაგრამ აი როგორ შევძელით რომ ორპარტიანი სათათბირო შევქმენით, თელ საქართველოში გაუქმებული რომ იყო სათათბიროები, ჩვენ ახალი შევქმენით, ორპარტიანი ყველა პარტიას ორ-ორი ყავდა, როდესაც შევარდნაძის პარტიამ გამარჯვებული რო იყო და მეორე კიდე ირინა სარიშვილმა დარეკა ჩვენ გამარჯვებული ვართო, შევარდნაძესთან ერთად იყვნენ მაშინ და ჩვენ დამდენი მე ვუთხარი იმათ რომ მე არ ვიცი თქვენ მიხართ, ორი იქნება თქვენგანაც, მართველი პარტიისგანაც ორი და ყველასგან ორი. პრინციპების მეტი რა არის რომ შევერთეთ სასწაული რამეები მოხდა დიდი მეგობრები ვარ ჩვენ ყველანი ვინცაც რომ მივდიოდი აქედან მეუბნებოდი რომ დაიჭირე დაცხრილენ კუთხეში დააყენე ჩამოახჩვე რა ვიცი რას არ მეუბნებოდნენ ჭანტურია შემომივარდა კაბინეტში და სია დამიდო მაგიდაზე ერთ რექტორს ვარჩილ კოსტავას მეორე რექტორს მაგალი თოდუას არსენ ფოჩხუას პეტრე ბაჭრიძეს ესე იგი გურამ გაბუნიას და ერთი ძალიან საინტერესო კიდე რა ქვიას ტარიელ ფუტკარაძეს რედაქტორი იყო ჩვენთან გაზეთის და საინტერესო პიროვნება ისი მითხრა რომ სად არის ამათ მისამართი უნდა დავხრიტოთო ესენი დღეს ვინც ამას იყო ამ შეხვედრაზე იქ როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა ბატონი ხაინდრავა ესრებოდა ამ შეხვედრას ბევრი რამ ვიცი მე და ამიტომ მე არ ვარ მათთვის საშიში ისინი არიან ქვეყნისთვის საშიშები ეს არ არის უბრალო ისეთი რამ რომელსაც აი კიდე ერთხელ ვიმეორებ აი რაღაცა მოვიგონეთ არა იმავე პერიოდში და იმ დღეებშია ნათქვამი ყველაფერი ის ფურცელაძე რომელიც მაშინ ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენდა ბაღდადიდან ცოცხალია და დარწმუნებული ვარ რომ ბევრ რამეს დაადასტურებს და არა მარტო ის რამდენიმე სამხედრო რომელიც ესრებოდა ამ შეხვედრას როდესაც მიიღო მან პასუხი და დღეს იმ პარტიის ლიდერები გარკვეული ლიდერები ჭკუას გვასწავლიან აქეთ ბიძინა ივანიშვილთან დადგა ძველი ხელისუფლებების ყველაზე მძიმე ძალები ყველაზე მძიმე ძალები ვინც იყვნენ აბაშიძესთან ვინც იყვნენ შევარდნაძესთან ვინც იყვნენ ესე იგი თუნდაც სხვადასხვა პარტიებში ჭანტურიასთან თუ სხვებთან ვინც ყველაზე მძიმე ძალები ვხედავ რომ ტელევიზიებში ზიან და გამოდიან იქ არავის არ ვებრძვით თქვენ ებრძვით კონკრეტულ პიროვნებებს მიმართავ ამ ხალხს და თქვენ ებრძვით ქართველ ხალხს და საქართველოს მოსახლეობას არავით არის პრობლემა ამ ქვეყანაში არ არსებობს რომ ჩვენ ვიყოთ ბედნიერების სავსე ქვეყანა არავით არის პრობლემა ამ ქვეყანაში არ არსებობს რომ ჩვენ ვიყოთ მდიდარი ხალხი ვიყოს მდიდარი ამ მათხოვრულად არ ცხოვრობდეს ხალხი
რა მოგვივიდა ხალხო, რაც ჩამოვეკიდეთ ამ იმას გადაგვარჩენს მილიარდერი და ბელადი. მსოფლიომ არის ეს ბელადებისა და მილიარდერების მიერ გადარჩენილი ესე იგი ქვეყანა და ხალხი. ხალხის გადარჩენა არის განაცხებული ადამიანთა ხელისუფლებაში, ზნეობრივ ადამიანებში, რწმენის ადამიანებში. კატასტროფაა ეს, რაც რომ ხედავ ანალიზებს და როცა გამოვიტანთ ბიუჯეტს იმას, სად რას და ვის რა აქვს მიღებული და რამდენი აქვს, თქვა თუნდაც იმ პიროვნებებს, რომლებიც პარლამენტში არიან და დაწყებული ოცნების ლიდერებიდან და სხვებს, რა აქვს, რა ბიზნესები აქვს ქვეყანაში და რეალურად მონოპოლიზებული აქვს ქვეყანა. ბევრი ვინმე დატოვეს სააკაშვილის მიერ შექმნილი თუ შევარნაძის მიერ შექმნილები, სააკაშვილის მიერ შექმნილები და ესენი ვინ იყო ჩარტიშვილი? შექმნა შევარნაძემ. ვინ იყო კაკაულას პრეზიდენტი? შექმნა ჭანტურიამ და შევარნაძემ. ვინ იყო ვინ არის თქვა ეს გვარები ხარ მინდა ყველას ვერ ვიხსენებ. ყველანი არიან შექმნილები სწორედ ამის და ისინი რომლებიც გამსახურდიას პირველ პარლამენტში 2-3 კაცი იყო, ხშირად ვამბობთ ამას, როცა პირველი პარლამენტის წევრები ვიკრიბებით, რომ ვიზაც ფიქრობდით, რომ ამას რა უნდა პარლამენტში თქო? რა უნდა ამას ზვიად გამსახურდიას გვერდით თქო? ისინი დღემდე ყველა პარლამენტში იყვნენ. და არიან დღესაც. და ამიტომ ყველა რო ფიქრობთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე ბინძური ძალები გადაარჩინა შევარნაძის გუნდიდან, აბაშიძის გუნდიდან, სააკაშვილის გუნდიდან, თუნდაც ჭანტურიას გუნდიდან და სხვა გუნდებიდან. ყველაზე ბინძურები. და ქვეყანა წავა ასე წინ. მე არავის არ ვეუბნები, რომ ვინმე მე ვამბობ, ჩვენზე უკეთესად არავის არ უთქვამს. როცა ჩვენ შემოგთავაზეთ ყველანი ერთის წინააღმდეგ და ეს ერთი ბიძინა ივანიშვილი იყო, ჩვენ უთხრათ, თქვენ ხართ ფაშისტები. როგორ შეიძლება რომ ვერთიანდებოდეთ ერთის წინააღმდეგ? ჩვენ ვამბობდით, ბიძინა ივანიშვილი საჭიროა ქვეყნისთვის, სიტყვასაც ვამბობდით, ხაერივით, ამის გამო მაკრიტიკებდნენ, მაგრამ არა პოლიტიკაში. არ რომ არ იცის პოლიტიკა ეს ერთია, ხალხს არ იცნობს. ქვეყანას არ იცნობს. ჩვენი რესურსი არ იცის არაფერი. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, იდეალური, მოწესრიგებული ყველაფერი რო იყოს, რომ თქვათ არ მინდა ბევრი რამ, ეხლა მისი იმით რომ ბოღმის ელემენტები და რაღაცინი რო შურიზიებით რო არ იყოს, მზად ესენ რო გადავაგდოთ გვერდზე. არ იცის უბრალოდ და თქვენ თხოვთ იმას, რაც მან არ იცის. არ უცხოურია კაც ქვეყანაში. არ იცის ჩვენი კულტურა, ჩვენი ხელოვნება. და ძალიან კარგად იცის ყველამ, რომ არ არის მართლმადიდებელი კიდე. მაგრამ რეალურად ესე იგი აკეთებს ყველაფერი იმას, რომ ვითომ და ყველა ებრძვის იმას. არავინ ბიძინა ივანიშვილს არ ებრძვის. ბიძინა ივანიშვილი ებრძვის საკუთარ თავს და ბიძინა ივანიშვილი თავისი გუნდით ებრძვის საქართველოს. ამას ვიაკეთებდა სააკაშვილი. რა თქმა უნდა არ მოწონთ ჩემი ასეთი გამოსვლები. მე არაფერს არ ვთხოვ, თქვენ არ მჭირდება თანამდებობები რა, როგორადაც ძიმედ და რთულად არ უნდა ვიცხოვრებ ასე, მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ უფალია განკითხავე. ეროვნული თანხმობის იდეა არის ქვეყნის გადარჩენის იდეა. ეს არის მეცნიერების პოზიცია. ვინც ამას არ გაყვება, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ისინი რომ დარჩებით მე რამდენიმე პიროვნებას რომ ესაუბრე რაღაც რომ იწყებოდა მოძრაობა პარტიების ერთობას ვაყალიბებდით. დღეს ვინც გამოდიან და ზიან ბიძინა ივანიშვილის ქებადიდებად, აი ესენი მეუბნებოდნენ, ხო იცი ამ ესენი არ იმას კი არ გეუბნებოდნენ რომ კარგები არიან. არა, უბედურება, ესენი არიან, მაგრამ ესენი შეგვჭამენ, გაგვანადგურებენ. ნუ გეშინიათ, ბიჭო, ვეუბნები. ნუ გეშინიათ. შიშრები ხართ. ყველა სახელი უნდა დაგერქვათ. ქვეყანას შიშარა პოლიტიკოსები არ ჭირდება. ქვეყანას ჭირდება პოლიტიკოსები, რომლებიც სიცოცხლით არიან მზად ქვეყნისთვის, რომლებსაც ფულზე არ უფიქრიათ, ფულზე არ ფიქრობენ და ფულზე არ იფიქრებენ. იფიქრებენ იმაზე, რომ ქვეყანა დადგეს ფეხზე. და ეს რეალურად შეიძლება.
და ამას არავითარი პრობლემა არ არის. აი ეს ასე მოხდეს. ჩვენ არავის არ ვებრძვით. აქეთაა ყველა მომართული. აბა წარმოიდგინეთ თქვენ რომ პირველ არხზე 5 წელია, 4 წლის წინ უფრო ადრე კიდე მივედით, 1-10 კაცი მივედით დღევანდელი ვინც არის ამ პიროვნებასთან, დირექტორი ვინც არის. და უთხარით ეს ხალხი ვართ, დაველაპარაკეთ, აუხსენეთ, მივიტანეთ ეს პროგრამები, ყველა გადასარევია, კარგია კი, იმის შემდგომ ორჯერ ტელევიზიით თითო წუთიანი რაღაცა. ჩვენ თითო წუთი კი არა ვეუბნებით, რომ ჩვენ გვინდა კვირაში 9 საათი მოგვეცით, რომ არაფერი არ გვინდა პროგრამები, რაც არის წაუკითხავთ ხალხს. და ვეთქვით ამ პროგრამებს. არა. რატომ? იმიტომ რომ ვიღაცას არ მოწონს ეს პროგრამები. იმიტომ რომ მეჯანმოაშვილები უნდა იყვნენ ბიზნესში და ყვარყვარეები უნდა იყვნენ პოლიტიკაში. და მეცნიერება უნდა იყოს იგნორირებული. ესაა ამოცანა მათი. და ამას ეძახიან საქართველოში ქართულ ძალებს. და ამაზე მელაპარაკებიან, რომ აი ხო ხედავთ, ვის ებრძვიან? ჩინეთთან ამ ხელშეკრულება რო დადეს? ირანთან საზღვრები რომ არის ღია? ჩინეთთან საზღვრები რო გავაღეთ? რუსეთთან საზღვარი ძველმაც და ახალმაც რო დატოვა? 160 ქვეყანასთან საზღვარი რო გვაქვს მოღიავებული? ეს არის ეროვნულობა? ძმა რომ იყოს შენი, ოჯახისევრი რომ იყოს შენი, ან უნდა კარგი გაგებით ვამბობ, მოარჯულო რომ ქართულზე გადმოვიდეს, ან უნდა გაემიჯნო. ეხლა არ გეუბნებით თქვი ასრულეთქო. მაგრამ შეიძლება აქო დაადიდო. რატო ვერ მოდიხართ პირდაპირ ეთერში? აი ესე მწვავე გამოსვლა გავაკეთე. მოდით და დავიდეთ პირდაპირ ეთერში. რა გვარების ვახსენე, ან ის ხალხი, ან სხვა ვინმე კიდე. მოდით. სადაც გინდათ, რომელ ტელევიზიაშიც გინდათ. ზედმეც არაფერს არ გაკადრებთ. რატო მალავთ სიას? თავი რატო მოიკლა დვალიშვილმა? ვინ ეწერა იმ სიაში? რომელიღაც გაზეთში იყო ეს, გამოღებულია ყველა გაზეთი. ვიღაცა სახში აქვს ეს, გამოიტანეთ ეს გაზეთები. თუ რომელიმე ასე სიბინძურის სავსე სიაში ვნახავთ, ხმის ამომღები არა ვარ. გადავიტანე ყველაფერი ესენი, მაგრამ ვინც მაშინ ეს სესხები მიიღო, დაანგრიეს, დააქციეს ქვეყანა, დააჩოქეს ქვეყანა. დღეს თავზე აზიან ქვეყანას. და ამიტომ ალავენ ამ სიებს. ვინ შემოიტანა კანონი ნულოვანი აუქციონის შესახებ? მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული გუნდი. ვინ იყო ეს გუნდი? რა უქერით ნულოვანი აუქციონით ქვეყანას გაანადგურეთ, გაამდიდრეთ 200 კაცი. ეს 200 კაცი ბატონობს დღეს ქვეყანაზე. ხო არ ეუბნებიან იმას, რომ წაგართმევთ, მოკლავთ, ყიას გესვით. ეუბნებიან, რომ ბიჭო სამუშაო ადგილი შექმნით. და ღირსეული ხელფასი მიეცით. ხელფასი სადაც დღეს 3000 ლარზე ნაკლებია. ყველა არის, ყველას მონათხავს ის ხალხი მიყვანილი. მიღებული წესია, რომ მინიმალური პენსიით და მინიმალური ხელფასით იმ ქვეყანაში ადამიანი 1000 ლიტრა საწვავს უნდა ბენზინს უნდა კიდუნობდეს. იყიდეთ 1000 ლიტრა ბენზინით თვეში თქვენი ხელფასით და თქვენი პენსიით. აი ეს არის მინიმალური რაც უნდა იყოს, რომ გვატყუებენ ისინი. მონები ვართ, როდესაც ვიწმენთ იმას, რომ 15 და 20000 ლარი აქვს ხელფასი ხელისუფლებაში და 300 და 400 ლარია პენსიონერის პენსია, ვინ შექმნა ეს სიმდიდრე. მონები ვართ. და ეს პენსიონერები ყველაზე მეტად უჭერენ მხარს ამ ხელისუფლებებს, ძველს და ახალს. ეს არის მონობა. ნაცვლად იმისა, როგორც ერთმა პიროვნებამ თქვა, რომ ამის რასაც თქვენ საუბრობთო, ამასო, ესე იგი რაღაც სასწაულის უნდა გქონდეს ადამიანს, რომ გამოვიდეს თქვას, ამის თქვენი არავინ არ არის, მაგრამ ხალხი ნაცვლად იმისა, რომ ასეთი რამეების გამო დაფიქრდეს. გონიათ, რომ ივანიშვილს ებრძვიან. ივანიშვილი და მისი გუნდი ებრძვის საქართველოს. სააკაშვილი და მისი გუნდი ებრძოდა საქართველოს. შევარდნაძე იყო რკალში, ვერ გაარღვი ეს რკალი და უბედურება დაუტოვა საქართველოს. კარგად ცხოვრობს აბაშიძე მოსკოვში.
დაბაში ზის ხალხი, ვინც იქ იყვნენ პრესამსახურები და ისინი ჭკუას გვიკითხავენ ჩვენ აქეთ. რა დღეში მაყენებდნენ მე? ძალიან ბევრი რამ არის, რომელზეც მწარედ კი არ ვამბობ. გაცილებით უფრო მწარია ეს მდგომარეობა. მე კიდევ ვერ ვამბობ ისე, იმიტომ რომ მე მინდა ერთობა ამ ქვეყანაში. და მე ყველას ვეუბნები, რომ დავთმოთ რაღაცა, უარი ვთქვათ ყველა რაღაცაზე და გავაკეთოთ, თუ ჩვენ ქვეყნის შიგნით ერთობას ვერ შევკრავთ და ის ყოფილი პრეზიდენტი იტყვის, აგერ მოდით და ვინ ჩემთან არ იქნები, ვინ ხარ შენ? რა დამსახურება გაქვს? ბიძინა ივანიშვილის პასუხი უნდა მოეთხოვოს იმაზე, რომ რატომ იყო მარგველაშვილი პრეზიდენტი და რატომ იყო ზურაბიშვილი პრეზიდენტი. პასუხი უნდა მოეთხოვოს. მესიერთა კონგრესმა უთხრა, მინდია უგრეხელიძე 14-15 წლის წინ და ლადო ჭანტურია მერე. შედარება შეიძლება რომელიმესი. ზნეობრივი კაცი, განათლებული კაცი, ეროვნული კაცი, ერთიც, მეორეც, ყველაფერი. ამგეზე უარი თქვეს, მოიყვანეთ და ჩვენ გთხოვთ აქეთ პასუხს. მონები ხართ ყველანი, ვინც იმას ეხლა მაშინ დაძლებდით იმას უკან აირჩიეთო და ხალხში დადიოდით აირჩიეთ ან მარგველაშვილი ან ისა რა გვარია ზურაბიშვილი და ეხლა გამოდიხართ და ლანძღავთ ზურაბიშვილს. ივანიშვილი გალანძღეთ, მან მოგვახვია ორივე თავზე. არ გახსოვთ რას გვეუბნებოდა? თუ ამათ არ აირჩევთ, მე ამას ვიზამ, იმას ვიზამ. ნეტავი არ აგვერჩია და წასულიყო. სხვა ქვეყანა იქნებოდა ეხლა, ფეხსენ დამდგარი უფრო უკეთესად. ესენი თუ არა ვინ? ქუჩაში რო გავჩერდეთ და შევხედოთ რომ მოძრაობს ხალხი ქუჩაში და ვისაც შეუძლია სახით ამოცნობა ადამიანებს არიან ესეთები. ერთი დღის განმავლობაში 5 ჯერ უკეთეს პარლამენტს შევაგროვებთ უსნობი ადამიანებისგან, ვიზღეთ დღევანდელი პარლამენტია. ან წინა პარლამენტები იყო. ხალხი არ აქვს, რა ხალხი არ აქვს? რა შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს? ჭკუით გატენილი ადამიანებითაა სავსე ქვეყანა, ზნეობრივი და მორალური ადამიანები, ისინი ქუჩაში არ დარბიან და არ კვირიან. ქვეყანა უყვართ და ქვეყნის მომავალზე ფიქრობენ. მაგრამ ჩვენ გვიყვარს მკვლელები. ადამიანი გამოვიდა და თქვა, მე არ ვარ მართლმადიდებელი, არ მიყვარს პატრიარქი, არ მიყვარს ეკლესია, არ ვარ ქრისტიანი, არ მიყვარს მშობლები, ვარ ერთსქესიანთა ქორწინების მომხრე, ნარკოტიკები გამისინჯა და ლეგალიზობას და ეს კაცი ყავთ ხელის გულზე. და ქვეყანაში ცუდად რატო ცხოვრობთო? ეხლა მელაპარაკება ხელისუფლება, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ კანონი შემოგვაქვსო. ვინ შემოიტანა ლეგალიზება ნარკომანიის? კარგით. აი იმ პიროვნებას, რომელიც წერს, მე დღეს კიდე არ მინდა გაგცეთ პასუხი, დიდ თემებზე ვლაპარაკობ. პოლიციელი არის, რომელიც წერს, მოდებაძეა თუ არ ვწდები, თუ რაღაც გვარია პიროვნება. ნუ თითქოს ზოგჯერ ჭკვიანურ რაღაცას, მაგრამ მე რა ვქნა ბიძინა ივანიშვილის მომხრე ვარ. ვისი მომხრეც კიდე იმის იყავი, მაგრამ მე რომ წერ პასუხს მოგცემ იმაზე ისეც, რომ ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდები. 2019 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აფრიკიდან და ესეთი მძიმე ადგილებიდან, ესე იგი, ხალხის ისინი საქართველოში მიღება მომხდარიყო. მეც არაფერს არ ვთხოვდნენ მსოფლიო ბანკში, რომ ქუთაისში უნდა გახსნობილიყო უნივერსიტეტი წლების განმავლობაში უნდა გამხდარიყო აფრიკელებისათვის. პასუხი რა მივეცი, რომელსაც ყველა ქართველი ეტყოდა, აფრიკელებისათვის ინსტიტუტი გახსენით აფრიკაში. რასაც ტრამპი ამბობს დღეს. ეს პასუხი მივეცი მაშინ. დედა უნივერსიტეტია რა მდგომარეობაში, ძეგლებია ჩვენი ისტორიული ძეგლები, გელათი რა მდგომარეობაშია, რომ ვიყავით ის არ გინდა, გული გაგიჩერდება, რომ ნახა ფრესკები რა მდგომარეობაშია. ანჩის ხატი ნახეთ, გაშვეთი ყველგან უმძიმესი პრობლემებია. და ტაშს უправდა ვირჩევთ იმ ხალხს, ვინც ეკლესიებს აშენებს. იმაზე ხო ვთქვათ, ერთხელ შეიძლება ვთქვათ, რომ ვისაც ეკლესიების აშენება გინდათ, მოდით ეს ფული შევაგროვოთ და მივხედოთ რა ძველ იმას, თუ სახელმწიფოს ამის საშუალება არ აქვს. არა. გელათი უნდა დაინგრეს. ასე უნდათ მათ. ძველები უნდა დაინგრეს და უნდა დარჩეს ის, რომელსაც არავითარი ღირებულება არ გააჩნია.
გარდა იმისა, რომ მონუმენტურია, მონუმენტური შენობებია. ამისინ ბევრი ინვეს პასუხს ვცემდი, რომ როცა ბატონი ბიზინავანიშვილი გამოვიდა 1 წლისი, 2 წლისინ მიავაშენებ მეჩეთს ბათუმშიო. ნუ ახლა რა უნდა ვთქვა, ესე იგი ჯერ ერთი ვინმე რო გითხრას, რომ გითხრას მუსლიმმა, რომ მიავაშენებ ქრისტიანულ ძეგლს თბილისშიო. ნუ ახლა ხო იტყვი იმას, ვარო, რაებს ლაპარაკობ თქვენ. მე რა თმინდა აქ აშენებული, მუსლიმის მიერ აშენებული. მე პატივს ვცემ, მაგრამ რა თმინდა ისევე როგორ შეიძლება რომ მუსლიმი დაეთანხმოს. აი ასეთი აღრევა აზროვნებაში. გახსნილია საზღვრები 160 ქვეყანასთან. ვისაც გინდა დაუჭირეთ ხარი, მაგრამ უთხარით ირანთან დაკეთეთ საზღვარი. ჩინეთთან დაკეთეთ საზღვარი. დაკეთეთ აი ამ ქვეყნებთან, აფრიკისა და იმ ქვეყნა 160 ქვეყანასთან. სულ 190 ქვეყანა არის გაეროსიმით, ნუ რაღაც 200 ქვეყნამდე. თითქმის ყველასთან გახსნილი გვაქვს საზღვარი. მაჩვენეთ მსოფლიოში მეორე ქვეყანა, რომელსაც ამდენ სახელმწიფოსთან აქვს ღია საზღვარი. მაჩვენეთ მეორე. და საქართველო დაიცალა, ჩვენი ხალხი გარეთ მიდის. და იქედან მოდიან და გამოჩნდნენ ადამიანები და ამბობენ, რომ აი სირიაში რა თქმა უნდა ქრისტიანები არიან, პატივი მივაგოთ ყველაფერი, ამერიკელები ფურს იხდიან და მოდით ჩამოვასახლოთ. სისულელე ხო აზრი იმის თაობაზე, რატომ აღიზიანებთ ამ სომხებს? და რატომ აღიზიანებთ აზერბაიჯანელებს საქართველოში მცხოვრებს, როცა ასეთ რამეს წერთ, რომ მოდით ესენი ჩამოვასახლოთ, სადაც თქვათ სომხები და აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. ესე იგი ამით რას ამბობთ თქვენ? ჩვენ ხალხო შიგნით გვაქვს საერთო ენა მოძებნილი სომხებსა და აზერბაიჯანელებს, ამ სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ. პოლიტიკოსმა როგორ შეიძლება თქვა ეს, რომ ჩამოვასახლოთ და მოდით ჩავასახლოთ აი იქ სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ სომხები და აზერბაიჯანელები. ამით უნდობლობას ხო უცხადებს სომხებს და აზერბაიჯანელებს და ეუბნები, რომ თქვენი რაოდენობა უნდა შევამციროთ და უნდა მოვიყვანოთ სხვები, რომ აქ რატომ ხალხო ხელოვნურად ხო ქმნით ამ პრობლემებს, როგორც ხელოვნურად შექმნა პრემიერ-მინისტრმა პრობლემა და გეუბნება ქუჩაში მდგომი კაცი, ბიჭო შენ რა გაჩერებს სახშიო, გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და თქვა, რომ ევროკავშირისკენ მსვლელობას ვაჩერებთ. და გამოვედი ამის გამო რა ნაციონალები, რა ოცნება, რა ისინი, მე მინდა რომ კარგად ვიყოთ ყველასთან. და სახში რა გაჩერებთ თქვენ, მე რო გამოვედი, ის კი არ უნდა გაკვირვებდეთ. თქვენ რო გახართ სახში და ამას რო უჭერთ ხარს, ის უნდა გაკვირვებდეთო. ძალიან ბევრი დასაფიქრებელი რაღაც არის. ჩვენ ამიტომ არ მოვეშვებით ამაზს. ან ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ყველა დიდი და პატარა სახელმწიფო და ოპოზიციური პარტიები მეცნიერების მონაწილეობით დავსხდებით, დავილაპარაკებთ კაცურად, ქართულად, ადამიანურად, თვალებში ერთმანეთთან შეხედვით, გამოვიტანთ პროგრამებს და ესე იგი ერთმანეთს ვეთქვით, რომ რა გაქვს ამ პროგრამაში მიუღებელი. თუ არა და მოდი გავერთიანდეთ ამ პროგრამაში. ან ჩვენ აი როგორც იტყვიან დავანებებთ ამ პარტიებთან ყოველგვარ იმას თავს და გავალთ ხალხში და ხალხს ვეთქვით, მოდით მეცნიერები და ხალხი შევერთდეთ მომავლის საქართველოსთვის. სხვა გამოსავალი არ არის. პოლიტიკური პარტიები გაბოროტებულები არიან. ხელისუფლება, სახელისუფლებო პოლიტიკური ძალები ხელისუფლების შენარჩუნებისათვის ბრძოლით, ხოლო ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში მოსვლის ბრძოლით. გაბოროტებული არიან. ყველა ფიქრობს, რომ მე სხვა არავინ თურმე ესენი არიან გადამრჩენები. ხელისუფლებაში იყვნენ, პრეზიდენტები იყვნენ, პრემიერ-მინისტრები იყვნენ. რა გააკეთეს? მე როცა ვლაპარაკობ ასეთ დიდი იმით, მე ვიყავი ქალაქის მერი, გუბერნატორი და ჩადით და ვნახოთ, ჩამოდით ერთი, ყველას გეუბნებით. ჩამოდი ერთი, ბატონო ბიზინა, თქვით რომ აი ამდენს რო ტრაბახობ, ჩავედით ერთი ქუთაისში და გამოვიტან ერთი, რას აკეთებდი იქო. და გაჩვენებთ იმას, რომ გამთელი ქუთაისი შეგრიბეთ. მოიყვანეთ ჩემ მოწინააღმდეგები, მოწინააღმდეგეც კი ვერ წავა წინააღმდეგი და ვერ იტყვის იმას, რომ მასწავლებლების ხელფასი რა იყო, რატო გავაუქმეთ რუსული სკოლები, მისაღები გამოსდები როგორ არ ქონდა, როგორი იყო მასწავლებლების ხელფასი, როგორი იყო პროფესორის და დოქტორის ხელფასი, მაგალითად ამბობდა, რომ 400-500 კილოგრამ ხორცს ვყიდულობ ერთი თვის ხელფასით. აბა აყიდიეთ დღეს რომელიმე იმას ერთი თვის ხელფასით, ეს რომელიმე პროფესორს და დოქტორს. როგორ ვახერხებდი ამას?
მე კი არ ვაკეთებდი ქუთაისი იდგა შევაერთეთ ხალხი სიყვარულით იყო ცხოვრება მე მეცნიერები იყვნენ მეცნიერულ პროგრამებს ორივე ინსტიტუტი იყო ორივე იქ იყო მე იგნორირებულია მეცნიერება ესე იგი ხელი კრეს ჭკვიან ადამიანებს და მე ვარ მარტო და სხვა არავინო არავინ არ ახალ ვინც ამბობს მე ვარ და სხვა არავინ ის ტყუის უკვე ის აღარავინ აღარ არის ამ ქვეყანას სჭირდება გაბედული მოქმედება და ამიტომ ვამბობთ გაბედული მოქმედება არ არის ერთმანეთის ლანძღვა მეც რომ მომდის ეს მე ქუჩაში უნდა გავიდე მე და გარკვეულწილად უნდა ვიფიქრო იმაზე რომ მომავალში მაგრამ ერთხელ უნდა ვთქვა ყველაფერი ისაც სათქმელია იმიტომ რომ როგორც იტყვენ 31 რიცხვი ვთქვით ყველამ მივწერეთ პრეზიდენტებს ყოფილს ხევანდელებს ხელი უთხარეთ რომ 31-ში შევიკრიბოთ ყველამ გამოაცხადა 31-ში პროგრამა ის მაინც აიღეთ ყურმილი თქვენ ადამიანებო და ის მაინც თქვით რომ დიდი მადლობა მეცნიერთა კონგრესმა რომ მოგვიწვიეთ მაგრამ ჩვენ სხვა გამოსავალია თქვენ ლანძღვისთვის გინდათ გამოიყენოთ 31 დაპირისპირებისთვის გინდათ გამოიყენოთ და ჩვენ შეერთებისთვის გინდა გამოვიყენოთ ან თუ ან იმის დასადასტურებლად რომ აღარ შეგვიძლია შეერთება და ამიტომ კი არ ლანძღოთ ერთმანეთი და კი არ ვაგინოთ ერთმანეთს არამედ თქვათ არ გამოდის თქვენთან ურთიერთობა და წავედით ხალხში არაფერი ბატონებო არ მოაქვს ერთმანეთის ლანძღვას და გინებას არაფერი არ მოაქვს ერთმანეთის წინააღმდეგ ასე დაპირისპირებას არაფერი ხალხს ნუატყუებთ პოჩვიანი კამპეტებით კანონებს იღებთ ისეთ ყველა ეს კანონები გასაუქმებელი იქნება მოკლე პერიოდში ისეთ კანონებს იღებთ ისი აშინებთ ხალხს რომ ამის ორი კაცი რომ ვლაპარაკობთ ქუჩაში შეიძლება დაგვიჭიროთ რომ თქვენ რაღაცა მოილაპარაკეთ ისეთი ცუდი ისეთ კანონებს იღებთ ნუ ესე იგი ეს 37 წელში ვერ მოელამდებოდა იმ ხალხს რომლებიც მხოლოდ ასეთ რამეზე ფიქრობდნენ მაშინ ახლა აპარპაშდნენ ეხლა ბევრი რომ აი ხედავენ იმას რომ აი თურმე პუტინი აღმოჩნდა მართალი არავინ არ აღმოჩნდა მართალი არავინ არც პუტინი არც ზელენსკი არც ბაიდენი ყველამ გამოიყენა ხალხი და დახოცეს ხალხი სწორს ამბობს ტრამპი ამ ომის თავიდან აცილება შეიძლება და ამის არავითარი პრობლემა არ იყო ომის თავიდან აცილება არ აწყობდა ბევრი ინმეს არც ზელენსკის არც ბაიდენს და არც პუტინს არც იმას კიდე ვინ ჩართულია ამ იმაში რთული პერიოდია მაგრამ იმის შემდგომ რაც 10 რიცხვში ანუ ზუსტად ერთი კვირის წინ მე გამოვედი და ვთქვი რომ კაცობაზე უნდა დადგეს ქვეყანა რომ რაინდი პოლიტიკოსების დეფიციტია ქვეყანაში კაცების ქვეყანაში ქალებიც ბედნიერები არიან და ქვეყანაც ბედნიერია დასმენა და კაცობა ერთმანეთთან ვერ მოდის მონობა და კაცობა ერთმანეთთან ვერ მოდის გაფეტიშება ვიღაცის და კაცობა ერთმანეთთან ვერ მოდის სხვისი თავით სიარული ერთმანეთ და კაცობა ერთმანეთთან ვერ მოდის ხელისუფლებაში მყოფს 4 რამ უნდა გქონდეს პირველი ინტელექტი მეორე ენერგია მესამე გაბედულება და მეოთხე წესიერება წესიერება მეოთხე კი არ არის შემკვრელია წესიერების გარეშე პირველი სამი კარგავს ყველაფერს ხელისუფლებაში უნდა იყვნენ კრისტალურად წესიერი ადამიანები არა ფულის ტომრები არა ფული დავატყოფები არა ფულის მონები არამედ კაცები ფულს მაშინა აქვს ზალა როდესაც იგი წესიერი ადამიანების ხელშია საქართველოში ფული არის უწესო ადამიანების ხელში და საქართველოს ანგრევს არა უფულობა არამედ ფული ფულია პოლიტიკაში არსად ფული არ არის პოლიტიკაშია ფული და არიგებენ ამას და მონება დაქციეს ყველანი მე ხო კარგად ვიცნობ ამ ხალხს დიდი ხანია
ბევრი ინვესტორ რომ მეგობრობდი რას ტელევიზიით რო უყურებ ეხლა ზოგიერთ რო ლაპარაკობს ფიქრობ იმას რომ ეს ის არის თუ არა რამ შეგღებათ რა საღებავი გადაგისვეს ხალხო მე ვერ დავილაპარაკებ ვერაზოს ბიძინავანიშვილზე ისე 4-5 თვის რო ულაპარაკნია ჩემთან კაც და გამოდის ეხლა ტელევიზიით და ლაპარაკობს ეროვნული მე ვეუბნები კი ბატონო ილაპარაკე მაგრამ მოდი დავჯდეთ და განვიხილოთ რა ხელშეკრულება არის გაფორმებული ჩინეთთან არ უნდა არ წაუკითხავს ვეუბნები რომ რატოა საზღვარი ღიად ირანთან ირანი ეროვნული სახელმწიფოა ირანის პრობლემა არის რომ ხო ხედავ ამერიკა ყოველდღიურად და უამრავ ირანელს საქართველოში აქვს სარეზერვოდ ბინა ეს სამშენებლო ბიზნესი რომ იდის 100 მილიონი ბიძინავანიშვილის ფირმებს თურმე მოგება რომ მიუღიათ ამ შენებლობიდან ამ ბინებში რომელსაც აშენებ თქვენ ქართველები შედიან უცხოელებისთვის შენდება 80% ხო მაგრამ ნახეთ ირანში რა არის ირანიდან თუ გინდათ ის გადმოიტანეთ თქვენ მოგიყვებით ზოგიერთ რამეს 5 ლარი ჩვენ ფულზე ელექტროენერგია 900-იან ოჯახში თვის განმავლობაში 10 ლარი გაზი ელექტროენერგია და კომუნალური ყველაფერი თვის განმავლობაში 900-იან ოჯახში საწვავი ჩვენ ფულზე 10-15 თეთრი 60 ლიტრა მანქანა ვისაც ყავს უფასო თვეში სამედიცინო მომსახურება სრულად უფასო იმათ საქართველოს იმიტომ კი არ უნდათ რომ მიწები არა აქვთ ჩვენი მიწებია კარგი ჩვენი ხავაა კარგი ჩვენი პირობებია კარგი და რაც ყველაზე მთავარია მათ ეშინიათ რომ ამერიკამ ერთ დღეს რო ჩამოაგდოს ამიტომ უნდა მოასწროს გამოქცევა და ჩამოვიდეს საქართველოში ჩვენ უნდა ვილოცოთ რომ ამერიკამ ეს არ გააკეთოს პრაქტიკულად რეალურად მე ამით დავასრულებ და სხვა დროს გადავიდა ამ მთავარ თემას სიონისტებმა აიღეს მსოფლიო ხელში მსოფლიო სიონიზმი არის მსოფლიოს უბედურება სწორედ მათ არ აწყობთ რომ საქართველოში ჩვენს მოწეულ პროდუქტს ჭამდეთ მათ აწყობთ რომ ჩვენ პროდუქტი შემოგონდეს თურქეთიდან ირანიდან პრაქტიკულად საწამლავი შემოგვაქვს გარედან ჩვენ რომ ჩვენს ქვეყანაში მოწეული პროდუქტები ჭამოთ ინტელექტით საქართველოს იქნება მსოფლიოში წარმმართველი ანუ ის რაც უფალმა აი ეს რომ უწერიათ თავის იმაში რომ იციან რომ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა ჩვენ არ გვაძლევენ იმის საშუალებას რომ ვიქცეთ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნად და როგორ არ გვაძლევენ გვაპირისპირებენ შიგნით და არ გვაძლევენ საშუალებას ჩვენი პროდუქტები მივიღოთ მეცნიერთა კონგრესი ამბობს ვისაც საქართველოს გინდათ ვინც არ ახართ ამ სიონიზმის გავლენის ქვეშ დავამთავროთ ეს დაპირისპირება ქვეყანაში და გავერთიანდეთ იმისთვის რომ საქართველოს თითქმარი ქვეყანა გახდეს და საქართველოში მოწეულ პროდუქტებს ვიყენებდეთ ჩვენ აი ეს არის მეცნიერთა კონგრესი მაგრად ვიყოთ კარგად ვიყოთ და არ დავიხევთ ჩვენ უკან თავარია რომ გაცნობიერდეს ეს ხელისუფლებაში მხოლოდ მადლობით ვიქნებით შევერთდეთ სიმდაბლით აუმაღლდეთ შეუნდოთ ერთმანეთს თუ რაღაცა ვაწყენინეთ და მივხედოთ ქვეყანას ქვეყნის შიგნით დაპირისპირება ეს არის ჩვენი მტრების წისქვილზე წყლის დასხმა და ვინც ხართ დაპირისპირებაში ჩვენი ქვეყნის მტრების წისქვილზე ასხამ წყალს ჩვენ ჭინდა ძლიერი საქართველო ბედნიერების სავსე საქართველო შევძლებთ ყველანი ერთად შევძლებთ და დავილაპარაკოთ ამაზე 31 მარტს საგურამოში ილია ჭავჭავაძის ეზოგარემოში არ მოხვალ თქვენ წავალთ ხალხში და ხალხს ვეთქვით თქვენ ხართ თქვენ არ გინდათ საქართველო თქვენ გინდათ სკამები და თქვენ გინდათ ხალხზე ძალაუფლება ამ ქვეყნის ბატონი ხალხია და თქვენ არ მოგცემთ მეცნიერება და ხალხის მოაზროვნე ნაწილი არ მოგცემთ საშუალებას რომ თქვენ იბატონოთ ქართველ ხალხზე ქართველი ხალხი უნდა იყოს ამ ქვეყნის ბატონი ხელისუფლება მსახური დაქირავებული და დაქირავებულმა ბოდიშის მოხდითი
ესე იგი ბოდიშის მოგთით იყავით ხალხთან და ხელფასი კი არ უნდა გქონდეთ იმდენი რამდენიც გაქვთ. იმდენი ხელფასი ხალხს უნდა მიცეთ და თქვენ უნდა ემსახურებოდეთ ამ ხალხს. ესა სრულად უნდა შეიცვალოს ვექტორი. და ჩვენ ფიქრობდეთ არა იმაზე, რომ როგორ გუნება განწყობაზეა ხელისუფალი, როგორ გუნება განწყობაზეა ქართველი ხალხი. ხელისუფლების მთავარი ეს ამოცანა უნდა იყოს ეს. არა იმას, რომ როგორ გავეგოთ ფეთქვეშ ირანს, ჩინეთს, რუსეთს, ამერიკას თუ ევროპას. არამედ როგორ ვემსახუროთ ქართველ ხალხს და ქართველ ხალხს რომ ვემსახურებით, პირველი ჩვენი მხარდამჭერი იქნება ამერიკა, ჩვენი მხარდამჭერი იქნება ევროპა და ანგარიშს გავგიწევს ყველას, რუსეთი, ჩინეთის, ირანის და ყველა. ვემსახუროთ ქართველ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს თანამემამულეებს, საქართველოს მოსახლეობა არის ჩვენთვის უპირველესი. მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად. აი მთავარი პროგრამა მესტიერთთა კონგრესის.